ზოგადად როცა ამობენ რომ ახალგაზრდობა წიგნებს არ კითხულობს, მე რაღაც ნაკლებად მჯერა მაგისი. ჩვენი გამოცემებისთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს გამოცემული, თქვა ასაკებით 11-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის. კითხვა ჯერ ერთ ბავშვობიდანაც უნდა შეაყვაროს მშობელმა, ძალიან პატარა როცა არის, მაგრამ მე არის მეორე ნაწილი, როდესაც თვითონ მიდის უკვე წიგნთან და აი ამ პერიოდში საჭირო ლიტერატურა თუ მას დახვდება, ის გახდება ჩვეულებრივი მკითხველი. მე მგონია პირველ რიგში უნდა დააინტერესო, რატომ უნდა წაიკითხოს. ამის ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვაქვს, ეს არის წიგნების თაობა. სადაც სტუდენტები წიგნებთან დაკავშირებით აკეთებენ ღონისძიებებს, კითხულობენ ამ წიგნებს, აწყობენ საღამოებს, წელებთან შეხვედრებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი წიგნის სამყაროში უკვე ერთვებიან. ის შეხედულება, რომ ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ, თავიდან ბოლომდე იმსხვრევა წიგნის ფესტივალებზე, რადგანაც ჩვენ ყველანი ვხედავთ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც დაინტერესებული არიან სხვადასხვა ჟანრის წიგნებით. მათი ინტერესები მრავალფეროვანია და გამომცემლობებიც ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ მკითხველს მრავალფეროვანი ლიტერატურა. გამომცემლობა ინტელექტი ვცდილობს, რომ აქტიური ურთიერთობა გქონდეს ახალგაზრდა მკითხველებთან. ძალიან ხშირად თითქმის კვირაში ერთხელ ვაკეთებ წიგნის წარდგინებებს, პრეზენტაციებს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ რომ შეხვდნენ ავტორს, უშუალოდ გაესაუბრონ მათ თარგმნელს და უფრო მეტი გაიგონ წიგნის შესახებ, ზოგადად საგამომცემლო პროცესის შესახებაც. მე 22 წლის ვარ და ძირითადად ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებული აქვს თუ რა ჟანრის ლიტერატურას მისდევენ. პირადად მე ასეთი გამორჩეული საყვარელი ჟანრი არ მაქვს, ამიტომ ბევრი სახის ლიტერატურას ვკითხულობ, იქნება ეს ანტიკური ტრაგედია თუ sci-fi თანამედროვე. როდესაც მოსახლეობა დაახლოებით ქვეყნის 3 მილიონზე მეტია, როდესაც წიგნი გამოდის 1000-დან 2000 ტირაჟამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ არ კითხულობენ ქართველები საკმარისად და მათ შორის ახალგაზრდები. პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებთ ლიტერატურა. მაშინ როცა ახალგაზრდობა წიგნებს არ მხოლოდ საკითხავად, არამედ მოდისთვის ყიდულობს და ამაში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს. მაშინ როცა არჩევანი რამდენიმე უცხოელი მწერლის გვარით შემოიფარგლება და მაშინ როცა Kindle და ინტერნეტ საკითხები ყველაზე აქტუალური ტრენდი გახდა, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩემი აღმოჩენა ცოტა უცნაურ შეგრძნებას მიტოვებს. თუმცა სიმშვიდე, სიწყნარე და ოდნავ მისტიკური გარემო უკეთ კონცენტრირებაში მეხმარება. ჩვენ მაინდა-მაინც აქცენტს გავაკეთებთ ხატრულ ლიტერატურაზე, ცხადია მკითხველების შემცირდა, მაგრამ ბიბლიოთეკას არ შეტყობია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ადამიანები სხვადასხვა საჭიროების გამო დადიან და შესაბამისად ჩვენ არ ურჩივით მკითხველ ახალგაზრდებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს უწიგნური თაობა, ეს არ იქნება სწორი ნათქვამი. გვყავს სტუდენტები, რომელთაც ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული ამ ასაკში და იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც მე მქონდა. შესაბამისად, მე მგონია, რომ პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს ბევრი მიზეზის გამო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პესიმიზმის უსაფუძვლობა, თქვათ ოპტიმიზმის ძალიან დიდ შეიძლება ასე ითქვას, მუხტს მოგცემს და მომავალში კიდევ და კიდევ მოიმატებს ამ თვალსაზრისით წიგნიერი თაობა, იმიტომ რომ განათლება არის ერთადერთი ამბავი, რასაც ჩვენი როგორც სახელმწიფოს წინსვლა შეუძლია. სხვა ვერაფერი ვერ დაგვეხმარება ვერასდროს და ეს ცხადია უნდა აისახოს პირველ რიგში ახალგაზრდებში, რომლებიც წიგნებს კითხულობენ. ამ ბოლო დროს რაღაც მოდური გახდა ეს წიგნის კითხვა. კაი პონტი არის სულთან ადამიანი ახალგაზრდა წიგნის კითხულობს, რასაც ალბათ ხელი შეუწყო ამ ახალმა გამომცემლებმა სერიებმა, აი გამოდის 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხარ, ჩემი რჩეული მსოფლიოში და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი წიგნია სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილის. კითხვა ბავშვმა უნდა დაიწყოს ქართველი მწერლობით, აი როგორც ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ვიძახი, ნოდარ დუმბაძე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კითხვა არ შეაყვაროს. დღემდე შემიძლია კიდევ მეორეჯერ, მესამეჯერ
როგორ შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ლიტერატურა. მე არც მახსოვს ჩემი თავი რომ არ მიყვარდა ლიტერატურა ეს პერიოდი და არც მახსოვს ის თარიღი როცა დავიწყე კითხვა. პირველი წიგნი რომელიც მახსოვს რომ წავიკითხე არის ჰარი პოტერი. მეორე წიგნი რომელიც მახსოვს რომ წავიკითხე არის დოსტოევსკის დანაშაული და საში. წიგნი ამიტომ არის მაგარი და ამიტომ არის სასწაული მოვლენა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში რომ შეიძლება ერთ ოთახში ჩაკეტილმა, ერთ ოთახში მყოფმა აბსოლუტურად მთელი სამყარო შენით დახატო, შენით შემოიარო და იმოგზაურო ყველგან. ამიტომ ლიტერატურა არის ერთ-ერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა, რომელთაც შეიძლება პიროვნულ თვისებებზე, ისე ცხოვრების გაუმჯობესებაზე და გავამაზებაზე ვიფიქროს ადამიანმა და მიაღწიოს კიდევ შედეგს. რთული არის, როდესაც ჩემ ასაკში ან კიდე ცოტა უფრო დიდი ადამიანები იწყებენ კითხვას. ამ პერიოდში შეიძლება მათ ხელში მოხვდეთ ისეთი ლიტერატურა, რომლის წაკითხვის შემდეგაც საერთოდ აღარ მოუვდეთ კითხვა. ამიტომ ნებისმიერ ასაკში, როდესაც ადამიანი იწყებს კითხვას, აუცილებელია რომ მყავდეს მრჩეველი და შეურჩიოს სწორედ ლიტერატურა, რა მიესადაგება მის ასაკს თუ შეხედულებას. ვერ გამოვარჩევ, რომელი ჟანრი მიყვარს ყველაზე ძალიან. ყველა ჟანრში მყავს ჩემი საყვარელი მწერალი და ჩემი საყვარელი ნაწარმოები. მე არ მომწონს რომ ამბობ, აი, ხალი თავობა არ კითხულობს და ეს უბრალოდ არასწორი მგონია, იმიტომ რომ მე პირიქით სტუდენტებს ხშირად ხვდები და კითხველებს და ლექციებიც მაქვს და მე სულ ისეთ ხალხს ვხვდები, ვისაც წიგნი აინტერესებს. ეტყობა, ის თვითონ არ კითხულობს წიგნებს და არ უყვარს ლიტერატურა, იმას ეგეთები ხვდები, ვისაც არ უყვარს და არ აინტერესებს. რაც ხშირად დაინახავს ბავშვი, რომ მშობლებს წიგნები ხელში თავის მშობლებს მეტად და უფრო ადრე ლოგიკა მარტივი ხო უფრო ადრე გაუჩნდება ინტერესი რა არის ასეთი წიგნი ასე გაუთავებთ ხელში უჭიროთ მშობლებს და ვერ წლები მე მაგალითად ესეც შეიძლება ინდივიდუალურია სამყაროში უამრავი სიამოვნება უამრავი ცდუნება უამრავი ნარკოტიკი და მე ვერაფერი ვერ ნახე იმაზე მეტად სასიამოვნო იმაზე მეტად მნიშვნელოვანი და იმაზე მეტად ნარკოტიკული ვიდრე წიგნი და ლიტერატურა ვერაფერი ჩემთვის ამის ალტერნატივა არ არსებობს მიწიერ სიამოვნებს შორის თვლი რომ ჯინსებთან ერთად არის ყველა დიდი გამოგონება გასობრიობის. GDS-ის მაყურებელი ჩვენი სიუჟეტიდან მიხვდება რომ ქართულ ახალგაზრდებში განათლების დონე არც ისე დაბალია, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვეტეთ ჩავატაროთ ქუჩის გამოკითხვა, საიდანაც გავიგებთ თუ რა წიგნებს კითხულობენ ახალგაზრდები. ზომიერად კი. და უფრო როგორი წიგნები წარმოთხოვთ ლიტერატურა თუ ქართული? ქართული ლიტერატურა დასაფასებელია, მაგრამ მე მაინც უფრო უცხოური მიყვარს. კონან დოილს და ეგეთ რაღაცებს სათავგადასავლო. ქართულია სამწუხაროდ რა სკოლაში გავიარეთ მარტო ეს. არა. მარტო ჯესების თომ დაგეთქვი და ძალიან მოხდეს ძეგლი. წერების საყარელი შეიძლება. აგატა კრისტი. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს ხარჩხაძის იგი მე ვასება ყველაზე მეტად. უფრო დეტექტიური სათავგადასავლო. რა მიხეილ ჯავახიშვილის გამოვარჩევ. წიგნების კითხვა მიყვარს? მიყვარს, მაგრამ მეჩქარება. წიგნების კითხვა მიყვარს მაინტერესებს? კი. და რა ქართული ლიტერატურა მიყვარს, ოღონდ ფილოსოფიასაც ვკითხავ. მე უფრო ენციკლოპედია. ლექსები მაგათაცემ ლექსები მეკეს. საყარელი წერალი. აგატა კრისტი. მიყვარს მაინტერესებს? ძალიან. რა წიგნებს კითხულობ? რავი, ყველანაირს. ყველანაირს? დეტექტივის. დეტექტივი. აგატა კრისტი. გამარჯობა. კი, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. აი დეტექტივი მიყვარს ძალიან. აგატა კრისტი ალბათ.